Zima მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ უყურებთ რაღა თქმა უნდა ჯოინერ ლუკასის საავტორო გადაცემას ზიკოსთან. მე მისი უცვლელი წამყვანი ლეონტი მროველი გახლავართ და დღეს ჩვენ დავარეაქტებთ ერთ-ერთ ძალიან ქარიზმატულ, გამორჩეულ, გემოვნებიან და დახვეწილ მუსიკოს, პროდიუსერს, არტისტს საქართველოდან, რომლის სახელიც არის კორძი. კორძის ორი ტრეკი მინდა რა ვნახო დღეს. კორძის აქ კოლაბორაციები რამდენიმე ჰიპ-ჰოპ არტისტთან. გამოვარჩევ ორ ჰიპ-ჰოპ არტისტს, ერთი არის მამაფლექსი და მეორე არის მაქსიმ მაჩაიძე, იგივე ლუნა 997 და ორივე ტრეკი არის ბოლო ერთი თვის განმავლობაში დადებული. მინდა რომ ორივე ტრეკი ვნახო, მოусმინო და მქონდეს ის ლაივ რეაქცია, რა ლაივ რეაქციაც თქვენ ყველაზე მეტად მოგწონთ. ლაივ რეაქცია არის ლათინური სიტყვა და საქართველოში 2020 წლის დასაწყისში, უფრო სწორად 2019 წლის ბოლოს, შემოიტანა არც თუ ისე გამოჩენილმა ქართველმა იუთუბერმა ზიკო ჯინჯარაძემ. რის შემდგომაც დაახლოებით 3 წლის შემდეგ აქტუალური გახდა ქართულ YouTube სივრცეში და ყველა ვისაც სმენა აქვს, არ აქვს სმენა, ამის შეფასების უნარი გააჩნია, არ გააჩნია. მოკლედ, ძალიან ბევრი ამას აკეთებს. მე პრობლემა არა მაქვს, იმიტომ რომ არა ვარ და გააკეთეთ ის, რაც თქვენ მოგწონთ. ზოგს ვაფშე ჭამა და პროსტა ლაპარაკი მოსწონს და მადლობა ღმერთს, რომ YouTube ამით არ დავიწყე. მაცვია ხოხობი ოღონდ იმენა ხოხობი არ მაცვია. ბრენდია ესეთი ქართული ხოხობი ჯორჯია ქვია და აღწერაში არის მათი ლინკი. ჯერჯერობით აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ეს ერთი ნაქარგია, პრინტი არ არის, ცუდად გავრეცხე და იმიტომ ზის ალბათ ესე. კარგი ბიჭები არიან, მინდა რომ დაასაპორტოთ, გვერდით დაუდგეთ, ხარისხიც იდეალური არის. ჩემს ინსტაგრამზე ამ მაისურის ფოტოსესია დაგხვდებათ აუცილებლად, თუ არ ვიზარმაცებ და სხვა არც არაფერი, კომპიუტერული პერიფერიისთვის GShop-ი არსებობს, ეს აღწერაშია, კეპებისთვის კიდე კეპ კულტურა, რომლებსაც ახალი კოლექცია აქვს და ერთი სული მაქვს, როდის რამეს იზამენ ეს ბიჭები ახალი კოლექციით. კაი, წავედით, მოდი პირველი მოусმინოთ კორძის და ლუნას ნამცხვარი ცხვება და შემდეგ გადავიდეთ კორძის და მამაფლექსის ველური. ეგეთ ტრეკზე. წავედით. ათასი ზაფხული უჭამე აღსარებას ვაბარებ შავას მაქათასინე არსად არ გაჩერდე თუ გითხრეს ეგა იცოდე ბლეფია პალასი სულ ყველა გამნარი გირგვინით გასაღებს ვამზადებ მავარგებ მამდონო გეითს როგორ გატეხეო თამაში რეცეპტი არა მაგარეთ წვიმებია ჰევი ცარიელ თაროებს დავტოვებ ფესეთებს მინდა ბევრი თავისუფალის ფეის ჭიქას თუ არა აქვს სიცარი ელე მაშინარი ქვა შეიცვალა ნინც დავასვით ჩაი გაიშალა გუბე აირეკლა ოთახი დიდია სპეის ყველაფერს თავისი ათინათები აქვს ეზერო თამაშობს არა დაშლილ საათში მარტო ვინტები იცი რო არა დრო გვერგვინს მომიტანენ ახალი ლეველის მომენტი გადავადნო ვიღაც თუ იცი რო ყლეობებს იბაზრებს შობია არა ბაზრო კედელზე კალენდარი არის დეიც არ ემთხვევა არა დრო ცაცინათელები ჰანათებს ტყეში და ვილოცე არ ჩაქრო როგორ აქუდი ჯადოსნური მითხარი ვაფშე თუ არ გაქრო Pardon, თავრდე. ათასი ზაფხული უჭამე აღსარებას ვაბარებ შავას მაქათასინე არსად არ გაჩერდე გეტყვიან ეგა გეტყვირო ბლეფია პალასი სულ ყველა გამბარი ხაფანგით გასაღებს ვამზადებ მავარგებ მამდონო გეითს როგორ გატეხეო თამაში ტორტის რეცეპტები მივეცი უხდება ზეიმს ცარიელ თაროებს დავტოვებ ფესეთებს მინდა ბევრი თავისუფალი სპეის ჭიქას თუ არა აქვს სიცარი ელე მაშინარი ქვა შეიცვალა ნინც დავასვით ჩაი გაიშალა გუბე აირეკლა ოთახი დიდია სპეის ყველაფერს თავისი ათინათები აქვს მეიზე ვთასაო ფარამატ
ბოლომდე მინდა რომ გავიდეს ეს. ამცვარიცვება. ალბათ არაფერი არ გამიკვირდება, ესე მგონია, როცა მაქსიმეს უსმენ და კორძის პროდიუსინგს და მუსიკალურ სკილებს რაც შეეხება, არა მგონია მანდაც რამემ გამაკვიროს, იმიტომ რომ ყველაფერს ველოდები, რაც შეიძლება იყოს არაორდინალური და ექსპერიმენტალური რა. შესაბამისად, აი ეს რეაქციის გამო ამას არასდროს არ გავაკეთებ. შესაბამისად, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, თქვენ უსმენთ საქართველოში საუკეთესო ლირიცის მაქსიმუმ ჩაიწეს. წავედით. შემდეგი ტრეკი კორძის და მამაფლექსის ველური. წინა ტრეკს ძალიან კაი კლიპი ჰქონდა 90-იანების ვაიბები და მე მგონი ის გრენდაიზერი იყო ის თამაში, ან შეიძლება სისულელეს ვიძახი, მაგრამ იქ მომეჩვენა რაღაცნაირად შეიძლება. ეხლა კი ნახოთ კორძის და მამაფლექსის ველური და შეფასება კიდე თქვენთვის მომინდია, კომენტარებში დაწერეთ, რომელი ტრეკი ჯობდა. მე ვიცი. ჯერ. No tengo mamá, no tengo papá, mi corazón se rompió cuando era un niño. Diositos ángeles están a mi lado, tengo la sangre fría y mi palabra y mis juegos. Soy la claridad, baby. Wow, actual. Somos rich farmers, baby. Chupala bien, ya bájate ya chupa. Traqui ar gaqida baqeta pori. Gavide ubashi gaqexo pori. Ubashi chigaret haqete qoni. Abaqete me mara ar irturi. Nandi sistemashi akara windu. Vitsi mankana vitsi darebaruli. Archi asekta da gaqili sus. Utraqos nobabi bazi shomdus. Me var jungli hauge var velurs. Rolebi miqvarza movirgeb chums. Subta khedva makar viqareb shurs. Vapaseb bidur kheleb subta gols. Tamed bi honore igda tagos. Sojams ersats qiva chvenebs mur. Me var veluri. Me var jungli gaval velur. Me var veluri. Soy la sensación. Datqvi. Emitor chemnaix. Vera so deseo. Mamamgel, sibnele dam besmangel, taxeshi es qamatel, daydas esevi qamtel, seneflet usaqwarel, barigebtan gadamxel, damikavshirdit me qvelam bibis unda mushaxel, bich'ebi me miqvars qapi da ar miqvars ჭკუათხელ, ეხმაც უყვარს განსასწრელ, გამიტყმერთან მისასწრელ, შესრულება ებრაელ, მამაფლეტო ხელმძღვანელ, ბევრი იყო დასაჯდელ და დამირჩა საფარველ, რიტუალზე ყველა სწორად მე არ მიყვარს ღრიანცელ, ყველა კურიერი ხოძე ფეხებს კარგი ხერცაცმელ, არ გინდა შენ ტრიფი ბიჭო თქვენი საზო დასაშლელ, თაღში ვკეტე შესასვლელ, ხაზებს ხაზა ვაკვარელ, ხაზებს ხაზა ვაკვარელ. Me var jungli, me var velur, me var veluli. Me var veluri, me var jungli, me var veluri. Okay. მოკლედ, ამ ტრეკზე თუ თქვენ ამ ტრეკებზე რა, წინა ხო, პრინციპში ამ ტრეკზე რა, თქვენი მოსაზრება თუ გექნებათ და ეს მოსაზრება იქნება უარყოფითი, ამ ეპიზოდის უკან, ანუ ამ ეპიზოდის წინა ეპიზოდი არის KG-ს ალბომის რეაქტი. მანდ სადღაც დასაწყისში პირველი ტრეკი რომ მოურჩა, მანდ ვიძახი ძალიან კარგი
ძალიან კაი სპიჩი მაქვს ექსპერიმენტალზე. ზოგადად რას ნიშნავს ექსპერიმენტალი? ვინ უნდა მოусმინოს ექსპერიმენტალს, ვინ იგებს ექსპერიმენტალს, ვინ უსმენს ექსპერიმენტალს და ვინ ვერ უსმენს. შესაბამისად თქვენი შეფასება თუ აქ იქნება რომ აა ეს რა არის ამის ამის вообще რატო აკეთებთ და რაღაცეები აი მაგას მოусმინეთ და მიხვდებით რომ თქვენ უბრალოდ სხვანაირი გემოვნება გაქვთ და რაღაცეები სხვა რაღაცა შეიძლება შეაფასოთ ან კარგად არის თუ არა დადუღებული ერთი რკინა მეორეზე ან ბარგალკის პირი რომელია და ასე შემდეგ რა ამას მოერიდეთ ამ შეფასებას რა არ არის თქვენთვის დამოვიწყდა ვინ ვიყავი ხო თქვენ უყურებდით ჯოინერ ლუკასის საავტორო გადაცემას მადლობა კორც მამაფლექს ლუნას ესეთ ტრეკებისთვის მე ამ გადაცემის უცვლელი წამყვანი ლეონტი მროველი გახლავართ მომავალ შეხვედრამდე